მოგესალმებით. დღეს ჩვენ განვიხილავთ იმას, თუ რა მოვიდა სამხრეთ კორეულ Jeju Air-ის თვითმფრინავს, რომელიც ასრულებდა რეისს ნომრით 7C-2216. თანმიმდევრობა ასეთია: 29 დეკემბერი, 8 საათი და 54 წუთი. საჰაერო სივრცის მეთვალყურე აძლევს დაფრენის პირველად ნებართვას ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე ნომერი 1, ჩრდილოეთ მიმართულებით. იგი ასევე აფრთხილებს ეკიპაჟს ფრინველების აქტივობის შესახებ. შედეგად ეკიპაჟი პატარა გადახრას აკეთებს თავდაპირველი მიმართულებიდან. 8 საათსა და 59 წუთზე რამდენიმე ფრინველის შეჯახების შედეგად ეკიპაჟი აცხადებს Mayday-ს და იღებს ავიამეთვალყურისგან ბრძანებას წავიდნენ წრეზე და დასხდნენ საპირისპირო მხრიდან ADZ 19-ზე. ბოლო მონაცემებით კაბინის ხმის ჩამწერი CVR და ფრენის მონაცემების ჩამწერი FTR ამ წუთზე გაითიშა. შედეგად ტრაგედიის ბოლო 4 წუთის მასალა შავყუთს არ ჩაუწერია. 9 საათზე თვითმფრინავი უახლოვდება დასაფრენ ბილიკს მეორე მხრიდან. მალევე 1 წუთში იგი იღებს დაშვების ნებართვას. მაგრამ სავარაუდოდ ელექტროსისტემის დაკარგვის შედეგად არც ფრთაუკანები და არც შასი არ ეხსნება. 9 საათსა და 2 წუთზე თვითმფრინავი სცდება დასაფრენი ზოლის ნახევარზე მეტრს და მხოლოდ შემდეგ ეხება მას მუცლით. იგი დიდი სიჩქარით მიხოხავს ზოლის ბოლომდე, სცდება მას და ეჯახება ლოკალაიზერ ანტენის ბეტონის კედელს. შედეგად ფეთქდება და ეხვევა ცეცხლის ალში. ამ შემთხვევამ 179 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 2 ბორტგამცილებელი, რომელიც თვითმფრინავის კუდში თავის ადგილებზე ისხდნენ, გადარჩნენ. სამხრეთ კორეის ავიახაზები Jeju Air-ი ასრულებდა რეისს, რომელიც აფრინდა ბანგკოკიდან და უნდა დაშვებულიყო მუანის საერთაშორისო აეროპორტში, რომელიც სამხრეთ კორეის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს. ფრენის დრო დაახლოებით 4 საათი და 30 წუთი უნდა ყოფილიყო. ბორტზე იმყოფებოდა 191 ადამიანი, მათ შორის ხომალდის მეთაური, რომელსაც 6820 ფრენის საათის გამოცდილება ჰქონდა და მეორე მფრინავი 1650 ფრენის საათით. თვითმფრინავზე 4 ბორტგამცილებელი იმყოფებოდა, რეისი სრულდებოდა Boeing 737-800 ტიპის თვითმფრინავით, რომელიც ფართოდ გავრცელებული ორძრავიანი კომერციული თვითმფრინავია. მუანის აეროპორტი მდებარეობს ოკეანის მახლობლად. მას აქვს ერთი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი. ADZ-ის მიმართულებები არის 1 და 19. მისი სიგრძე არის 2800 მეტრი, ან დაახლოებით 9186 ფუტი. საერთაშორისო აეროპორტებს ზოგადად უფრო გრძელი ასაფრენი ზოლი ახასიათებს, მაგრამ ესეც სავსებით საკმარისია ჩვეულებრივი პირობებისათვის. შედარებისათვის, როდესაც ყველაფერი რიგზეა და ამინდის პირობები კარგია, Boeing 737-ს შეუძლია დაეშვას 1500 მეტრის ან 4900 ფუტის სიგრძის ზოლზე. ასე რომ ჩვენი ADZ სავსებით საკმარისია ჩვეულებრივი ფრენებისათვის. თუ დავაკვირდებით აეროპორტის სიცხეს, აეროპორტის ირგვლივ მდებარეობს ფრინველების ცხოვრების და კვების მოპოვების ადგილები, რომელიც 4 სივრცეზე არის განაწილებული. ეს სივრცეები მნიშვნელოვანია საავიაციო უსაფრთხოების სამსახურისათვის და ასევე გარემოს ზედამხედველ ორგანოებისთვის. ახლა კი შევხედოთ ADZ-ის ლოკალაიზერ ანტენას, რომელიც ADZ-ის ბოლოს მდებარეობს და აძლევს თვითმფრინავს სწორ მიმართულებას. წესით და რიგით ADZ-ის ანტენას არ უნდა ჰქონდეს აგებული ბეტონის კედელი. ჩვენ შემთხვევაში ამ ბეტონის ნაგებობაზე დგას ლოკალაიზერ ანტენა, დამაგრებულია სანავიგაციო სისტემები, რომელიც ეხმარება თვითმფრინავს დაფრენის და აფრენის დროს. 4 მეტრის კედელი, რომელიც დაფარულია მიწით, იმისათვის არის აგებული, რომ მისი სიმაღლე ასაფრენი ბილიკის სიმაღლის დონეზე იყოს და მუშაობდეს სწორად და გამართულად. გამოძიების ჯგუფის ჩამოსვლისთანავე შავი ყუთი, რომლის ბოლო 4 წუთი, როგორც ჩვენთვის უკვე ცნობილია, არ ჩაიწერა, იყო გაგზავნილი სეულში, სადაც დაიწყო მისი დაუყოვნებლივ გამოკვლევა. ასევე სატრანსპორტო საშუალების მინისტრმა გამოაქვეყნა დეტალური მონაცემები რა დროს რა მოხდა. მას შემდეგ, რაც მფრინავებმა დაშვების ნებართვა მიიღეს, რასაც მოსდევდა ფრინველების აქტივობის შესახებ გაფრთხილება, თვითმფრინავი დაეჯახა რამდენიმე მფრინველს და 8 საათსა და 59 წუთზე რეისი 22-16-ის მფრინავებმა გამოაცხადეს შეჯახება, bird strike და საგანგებო მდგომარეობა. ავიამეთვალყურეს გადასცეს, რომ მათ შეეჯახნენ ჩიტებს და მიდიან მეორე წრეზე. დაახლოებით 1 წუთში მათ შემოატრიალეს თვითმფრინავი დასაფრენი ზოლის მეორე მხრიდან, ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით.
მიიღეს დაშვების ნებართვა და დაიწყეს დაშვება. 9 საათსა და 2 წუთზე თვითმფრინავი ადეზეს კიდურიდან დაახლოებით 1200 მეტრის დაშორებით ეხება დასაფრენ ზოლს, რომლის მთლიანი სიგრძე სულ არის 2800 მეტრი. 9 საათი 2 წუთი და 32 წამი. საჰაერო მართვის კონტროლმა გააქტიურა სამაშველო სახანძრო ნაყოფები და 20 წამში სახანძრო სამაშველო ჯგუფებმა დაიწყეს მოქმედება. 9 საათსა და 3 წუთზე კი თვითმფრინავი გადასცდა ასაფრენ-დასაფრენ ზოლს და შეეჯახა მიწის ამაღლებას, რომელიც როგორც მოგვიანებით ცნობილი გახდა, იყო ბეტონის კონსტრუქცია, რაზეც სანავიგაციო სისტემები იყო დამაგრებული. 9 საათსა და 10 წუთზე სატრანსპორტო საშუალების მინისტრმა მიიღო შეტყობინება საავიაციო შემთხვევის შესახებ. 9 საათსა და 23 წუთზე პირველი ადამიანი გამოიყვანეს თვითმფრინავიდან. 9 საათსა და 38 წუთზე მოანის აეროპორტი ოფიციალურად დაიკეტა და 9 საათსა და 50 წუთზე მეორე ადამიანი გამოიყვანეს თვითმფრინავის კუდის ნაწილიდან. ეს არის ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ეჯახება თვითმფრინავი ფრინველს. ამ დაბალი გარჩევადობის კადრებზე ჩანს თეთრი კვამლი, რომელიც სავარაუდოდ ძრავში ჩიტის მოხვედრის და ძრავის შემდგომ ტყუნების ან გაუმართავების შედეგია. ამ ვიდეოში კი ჩანს თვითმფრინავის ბოლო წამები. როგორ ეხება თვითმფრინავი დასაფრენ ზოლს შასის გარეშე. ხახუნის შედეგად წარმოიქმნება კვამლი და ნაპერწკლები. და ბოლოს სრულდება იმით, რომ თვითმფრინავი მაღალი სიჩქარით ეტაკება ნაგებობას, რაც იწვევს მის აფეთქებას. ნაგებობას, რომელიც სწორი დაგეგმარების შემთხვევაში არ გამოიწვევდა უდიდეს მსხვერპლს სამხრეთ კორეის ბოლო 22 წლის ისტორიაში. მაგრამ რა მოხდა და რატომ ვერ შეძლო თვითმფრინავმა დროულად გაჩერება, თუ ეკიპაჟმა შასის გარეშე დაშვებისას და ასაფრენ ზოლთან შეხება იდეალურად შეასრულა? ამაზე პასუხი შესაძლოა სწორედ იმ შავმა ყუთმა გასცეს, რომელიც ავიაკატასტროფამდე ბოლო 4 წუთის განმავლობაში არ მუშაობდა. ეს ფაქტი დიდ ეჭვს ბადებს, რომ თვითმფრინავის სისტემების ნაწილს არ მიეწოდებოდა დენის კვება და ნაწილობრივ ხსნის იმასაც, თუ რატომ არ ჰქონდა თვითმფრინავს გამოშვებული არც შასი და როგორც ჩანს, არც ფრთაუკანები, როდესაც ხომალდი შეეხო ადეზეს. მთლიანი ელექტროობის გათიშვა შესაძლოა მიგვანიშნებდეს იმაზე, რომ თვითმფრინავს არ ჰქონდა წევის ძალა და ეკიპაჟს არ სურდა, რომ ფრთაუკანებით და შასით გაეზარდა წინაღობა. შესაძლოა ეკიპაჟი ფიქრობდა, რომ თვითმფრინავი ვერ მიაღწევს ბილიკამდე და ბოლო მომენტამდე წელავდა მექანიზმების გამოშვების დაწყებას. მაგრამ როდესაც უკვე ძალიან ცოტა რჩებოდა დაშვებამდე, ვეღარ გათვალეს ის, რომ ელექტროობასთან ერთად არც ფრთაუკანები და არც შასი ჩვეულებრივად არ გაიხსნებოდა. საჭირო იყო ალტერნატიული წყაროს და მექანიზმების გამოყენება. თუ ელექტრომომარაგება დაგვეკარგა თვითმფრინავზე, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ გენერატორები წყობრიდან გამოვიდა. გენერატორები თვითმფრინავის დენის წყაროა. Boeing 737 ბორტზე 3 გენერატორია, თითო ყოველ ძრავზე და ერთი დამატებით ძალურ დანადგარზე. ჩვეულებრივ ფრენის დროს მხოლოდ 2 გენერატორი მუშაობს, რომელიც ძრავზეა დამაგრებული. თუ დავუშვათ ფრენის დაწყებამდე ვიცით, რომ ერთ-ერთი გენერატორი არის წყობრიდან გამოსული, ამ შემთხვევაში ფრენა შეიძლება მხოლოდ იმ პირობით, რომ დამხმარე ძალური დანადგარი ჩართული იქნება ფრენის დროს და გამოიმუშავებს დენს. ანუ იგი შეასრულებს დამცავი მექანიზმის როლს. თუ ერთადერთი ძრავის გენერატორი გამოვიდა წყობრიდან, დამხმარე ძალური დანადგარი მიაწვდის დენს. ჰაერში თუ მხოლოდ ერთი დენის წყარო დაგრჩა, ეს უკვე საგანგაშო მდგომარეობაა და უნდა დაეშვა, როგორც კი იქნება ამის შესაძლებლობა. ეს ჩვენ შემთხვევაში არ ყოფილა დამდგარი შედეგის გამომწვევი მიზეზი. ძალური დანადგარის გაშვება კი დიდ დროს მოიხმარს. ამის გაკეთებას ვერ მოასწრებდნენ. ასე რომ, სანამ თვითმფრინავი შეეჯახა ფრინველებს, დიდი ალბათობით მათ ორივე გენერატორი უმუშავებდა. ორივე გენერატორის დაკარგვა კი რამდენიმე რამეს შეიძლება ნიშნავდეს. ან ორივე ძრავი გამოვიდა წყობრიდან და მუშაობდა დაბალ ბრუნთა რიცხვზე, ან არ მუშაობდა, ან საერთოდ იმას, რომ ფრინავებმა ძრავის კომპრესორის გაჭედვის შემდეგ არასწორი ძრავი გათიშეს. ჩვენ ვიდეოში ნათლად შეგვიძლია დავინახოთ, რომ თვითმფრინავის მეორე ძრავი, მარჯვენა ძრავი აგრძელებს მუშაობას. ჩანს, რომ მის უკან თეთრი კვამლია, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ თვითმფრინავი ფუნქციონირებს, მაგრამ დაზიანებით. მეორე ვიდეოში ვხედავთ, როგორ გამოდის ცხელი აირები ძრავიდან. დაბალი ხარისხია, მაგრამ ამის გარჩევა შესაძლებელია. და შემდეგ დაშვების დროს ვხედავთ, რომ მეორე ძრავის რევერსი იხსნება და ამოხრუჭებს. დიდი ალბათობით ამოხრუჭებს დაბალ ბრუნთა რიცხვით, რადგან კომპრესორი დაზიანებულია. მაგრამ ნათლად ჩანს, რომ მუშა მდგომარეობაშია. ხმაც შესაბამისი ისმის. მარცხენა, ანუ პირველი ძრავის მოხრუჭი კი დაკეტილ მდგომარეობაშია. ასე რომ მათ აშკარად ძრავის წევის ძალა ლიმიტირებული ჰქონდათ და ვერ იყენებდნენ ძრავებს მათი მთლიანი სიმძლავრით. ამ პირობებში, როდესაც ძრავის კომპრესორი დაზიანებულია, იწევს ძრავის წევის ძალის შემცირება. ამის გამო არ შეგიძლია სიმაღლის აღება ან შენარჩუნება. და სავარაუდოდ სწორედ ამის გამო
ჩქარობდნენ მოტრიალებას და დაშვებას ადზის მეორე მხრიდან, რაც სასურველი დასაფრენი ზოლის მიმართულება არ არის ჩვეულებრივი ფრენის დროს. ალბათ, კითხვა გაგიჩნდებოდათ, რატომ არ გააგრძელეს დაშვება ფრინველებთან შეჯახების შემდეგ. მეც იგივე კითხვა მაქვს, მაგრამ არავინ იცის ზუსტად. ეს არის ADS-B-ის მონაცემები. ლურჯი ხაზი სიმაღლის ცვლილებაა და ყვითელი ვერტიკალური სიჩქარე. ამ მონაცემებში ჩანს, რომ თავდაპირველად ფრინავებმა დაიწყეს წრეზე წასვლის პროცედურა და შემდეგ უეცარი დაშვება. ეს ხდება დაახლოებით 8 წამის განმავლობაში. რაც შესაძლოა იმაზე მიგვანიშნებდეს, რომ მათ ფრინველებთან შეჯახების არიდება უნდოდათ და წავიდნენ მეორე წრეზე. მაგრამ შესაძლოა, სწორედ მეორე წრეზე წასვლის დროს და არა მანამდე შეეჯახდნენ ფრინველებს. ნათელია მხოლოდ ის, რომ სიმაღლის აღება და შენარჩუნება ვერ შეძლეს და დაიწყეს დაშვება. ამბარაუდს ისიც ადასტურებს, რომ დაშვებისას პირველი ძრავიდან ცხელი აერების კვალი არ ჩანს ძრავის ირგვლივ და არც ძრავის მუხრუჭები ირთვება. კადრებზეც ერთ მომენტში ჩანს, რომ ნაპერწკლები ორივე ძრავიდან გამოდის. ასე რომ კი, დიდი ალბათობით პირველი ძრავი საერთოდ გაეთიშათ ჰაერში და მეორე მუშაობდა დაბალ ბრუნთა რიცხვზე. ADS-B-ის მონაცემების გადმოცემის შეწყვეტა კი ემთხვევა შავი ყუთის მუშაობის შეწყვეტას და ნათელია, რომ ამ მომენტში დაკარგეს ელექტროობა. შეეძლოთ თუ არა მფრინავებს ამ ყველაფრის მიუხედავად გამოეშვათ შასი? კი, თვითმფრინავში როგორც Boeing-ში, ასევე Airbus-ში არის დაყენებული ასეთი მექანიზმი. ის ძირითადად მოთავსებულია იატაკში, უნდა გახსნა პატარა ჩამკეტი და ამოწიო თითო ბერკეტი თითოდ გარისთვის და შემდეგ გრავიტაცია თავისას იზამს. შასი კი ძალიან დიდ წინაღობას ქმნის და დიდი ალბათობით რომ გამოეშვათ ამ ხელა მსხვერპლი არ იქნებოდა. შეგვიძლია დავადანაშაულოთ მფრინავები? შეგვიძლია გავიგოთ რატომ არ გააკეთეს ეს? ალბათ ვერასდროს გავიგებთ. სამწუხაროდ ბოლო 4 წუთი დაკარგულია. დანარჩენ მონაცემებს მკვლევართა ჯგუფი დაადგენს. ნახვამდის.